ტოქსიკური ურთიერთობები რა არის. ერთი მისდევს მეორეს, არ იღებს იმის უარს. აი რა არის, რომ დაუგვირდი, აი რა ქცევა, ადამიანს შენთან არ უნდა დაეხვეწები, ჩემთან იყავი, აი რა იდეა რა დევს ამაში. ანუ შენთან იყოს ხო დაჯდეს მერე, შენთან როგორც პიროვნებასთან არ უნდა. ანუ რამხელა შეურაცხმყოფელია წარმოიდგინე, რომ ვიღაცა რომელსაც ჩემთან არ უნდა საუბარი, ჩემთან ყოფნა არ უნდა ვეხვეწები, რომ დაჯექი რა. აი ეს რომ დაინახო, რამდენად შეურაცხმყოფელია და ან რაში გჭირდება. შენ ხო მოსაუბრე გჭირდება. შენ ხო ტკივილის გამზიარებელი გჭირდება. შენ გჭირდება რომელიც ხელს ჩაკიდებს და შენთან ერთად გაივლის ქარიშხალს, წყალდიდობას, კარგამინს, მაგრამ შენთან ერთად და მარტო ლამაზი და ახალგაზრდა კი არ უნდა უყვარდე, უნდა უყვარდე არა ახალგაზრდა, არა ლამაზი, სუქანი, გამხდარი, რა ვიცი, ყველანაირი რო იშლები, ხო რა, ფულიანი, უფოლო, უსწავლელი, ნასწავლი სულ ერთია და აბა დაფიქრდეს ადამიანის შეუძლია ამის ტვირთვა. ტრადიციული ქართული ოჯახები როგორ ხდებოდა იმაში რომ მარიტაში გედია ცუდ ბიჭი არ არის, მაგრამ გედიო ფული არ ქონდა ხო ღარიბი იყო და всё მურჩა დაამთავრა და ეს იყო მისაღები იმ საზოგადოებაში ციციქორი ხო სიმბოლოა რაღაც ქართული რაღაც ამპარტავნულ მართალი ადამიანის რომელმაც სულიწოდა ვის რა ჭირდებოდა ადრე ქრისტე რო ფარისევლებს ეძახდა ზუსტად ეკას და იყო და ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი იყო რომ ფული არ აქვს ან გოგოს ან ბიჭს ან ის შეუფერებლა მორჩა ლაპარაკი არ არის არავინ არ იყურება სულში და თვითონ რო ჭირდება ყველა ლაპარაკობს რომ აი ადამიანის სული ჩემი სულია მთავარი აი რატო ვერ ხედავს როგორ მიყვარს ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს გარე რაღაცა ფასადების გარდა და აქ ყველანი ერთნაირები ვართ